პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რატომ ვარ ამ პოლიტიკური გემოვნების. ანუ თანდაყოლილად თუ რა ვიცი, ბავშვობიდან შეიძლება მოგწონდეს ფერები ან შავგრენები, ცისფერთვალებები ან შავთვალებები. მაგრამ მე ზუსტად იმიტომ აღარ მომწონს ეს თავრობა უკვე წლებია. იმიტომ რომ დავინახე ეს შეუსმენობა. აი ეს ისასტიკე. ხო და მარინა მე იმედი მაქვს რომ მალე ჩვენ გუნდში ამოყოფ თავს. უბრალოდ იმედი ალბათ იმის უნდა მქონდეს იქნებ ვინმე შეგვისმინოს და ეს მკვლელობები შეწყდეს, მაგრამ ამის იმედი აღარ აქვს. ამიტომ ზუსტად ამ სისასტიკის გამო რაც დავინახე რა გვემუქრებოდა როდესაც ეს ვერაგული კანონ პროექტი დაგვიდეს წინ, ზუსტად მაგიტომ და ზუსტად მაგიტო რომ მაგათი სიტყვები, საქმეები და ფიქრები ერთმანეთთან დისონანსია, ამიტომ ვიბრძვი რომ გადავარჩინო თითოეული სიცოცხლე არა მარტო ცხოველების, არამედ აქ ადამიანებზეა უკვე საუბარი. ადამიანების შრომა დეს ამ ცხოველების უკან. ადამიანების ჯანმრთელობა დეს ბოლო-ბოლო და ყველანაირი დანარჩენი რესურსი. ასევე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, რომ ეს არ არის მხოლოდ უღელტეხილის ძაღლების ამბავი. ძალიან დიდი ტრაგედია არის და სოფო ჩემი თანადგომა სამწუხაროდ ეს ეხება მთელ ქვეყანას. მთელ საქართველოს ეხება. რა თქმა უნდა, თბილისი არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ ის ცენტრალური წერტილი, სადაც ყოველდღიურად ქრება ძაღლები და მინდა ვინც არ იცით, ნახეთ, აუცილებლად მოიძიეთ როგორ აქტივისტებმა როგორ აღმოაჩინეს მანქანა, რომელშიც ბარები და ნიჩბები და აირწინაღები იყო. ცხოველთა მონიტორინგის პასუხი ამაზე არის, რომ თურმე სანიაღვრეს დაბინძურებულ სანიაღვრეს სისტემებს ასუფთავებდნენ. ახლა ყველა სადღაც ხო ყველა მუშაობთ, არა? უმრავლესობა ხო გიმუშავია ცხოვრებაში. ანუ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ისა უფროსმა მოგცეთ ნიჩაბი და გითხრათ აირწინაღით ან გაუგებარი მიზეზით და გითხრათ, რომ მოდი ეხა წმინდე. არა, ანუ საჯარო სამსახურს ისე გაუჭირდა, რომ ვერ გამოიძახა სპეციალური ბრიგადა სანიაღვრეების გასაწმენდად და ფილიალიდან ფილიალში, იმიტომ რომ დასრული იყო, მიწიანი იყო, ეს არ იყო ახალი ნაყიდი ნიჩბები. ანუ ეს თითო ნიჩაბი და თითო ბარი დაგაქვს ფილიალიდან ფილიალში. კაი სიტყვაზე ის აირწინაღი ძალიან მტრიანი არის ალბათ და მოდი ვთქვათ, რომ მითომ იმისთვის უნდათ, მაგრამ ანუ აი ესეთ რაღაცა ძალიან ლოგიკისგან დაშორებულ გამართლებებს რო ისვრით ხოლმე. ახლა სამსახურში ერთი ნიჩერი ადამიანი არა ყავთ, რომ გონებასთან და ჭკუასთან ახლო იყოს. რა ვიცი, უკვე თქვენს მაგივრად მე მსხვენია ხოლმე თქვენი განცხადებების მოსმენა რა. თქვენი უვიცობის დანახვა მართლა მსხვენია. თქვენს მაგივრად მე ვწითლდები, იმიტომ ყოველდღიურად აი ეხლაც რა ხალხი მეკითხება იმაზე რა უხდა, ამაზე რა უხდა და პასუხი არ იცის, არა, მე არ ვიცი კი არ არის, პასუხი არ იციან ხალხო. ანუ ჩვენზე მოდიან ჯარიმებით და თვითონ არ აქვს ის პასუხი, რომ როგორ უნდა გააკეთო, რა უნდა გააკეთო, რომ ან შენი თავი დაიცვა, ან ჯარიმა არ მოხდეს, ან შენი ცხოველი რომ იყო წლები ხო თბილისში ეს მიკედლების ინსტიტუტი 2025 წლის თვალსებით ნოემბერში გამოვიდა ლაშა ავალიანი საჯაროდ დევს კომიტეტის თანდასწრებით და გამოვიდა სიტყვით, რომელიც რა თქმა უნდა წაშით მოუწონეს, რომ მიუსაფრეს მიკედლების ინსტიტუტი თურმე არსად არ არსებობს და არც აქ უნდა იყოს, ხვდებით? ანუ ის მარტო ფურცელზე რომ დაწერეთ ეს მიკედლება, რატო არ აძლევთ ამ ხალხს საშუალებას, რომ მიკედლებულები დაიცვან და რატო არ აძლევთ ხალხს საშუალებას, რომ რაიონებში მიიკედლონ მაგალითად იგივე ცხოველები რა?
რას წერთ, რას აკეთებთ, რაღაცა ამხელა დისო ან რა განმარტებებს იძლევით საერთოდ. ან რო იძახის, აუცილებლად უნდა თავს ვიკავებდი, მაგრამ ნიკა არაგველო. რო იძახი რომ 50 ღია ვოლიერს ვაშენებო და აი შემგროვებელ ჩამორთვეული დაღლიო იქ უნდა მოვათავსოთო. ანუ შემგროვებელს რაოდენობაზე თუ ალაპარაკი, 2-3 კაც ჩამოართვა ის 50 ვოლიერი. გაგესებათ დიდი ხანი დაყოლება მე თქვენი იმედი გვაქვს რომ გაგვაჩუქებინებთ და პარალიზებას უკეთებ მთელი სამსახურის იმ 53 კაც ჩამოართმევ მე დააპარალიზებ, ანუ ეს არის შენი ლოგიკა. და ის მე ბედნიერად მორჩები და იხურავ ხუთსო თუ რა ლოგიკა არის საერთოდ, როდესაც ამდენი ყოველი არის საშვენი. აი 5+ რეგულაციით რომ საკმაყოფილებდეთ ამ რეგულაციას ხოვანე რომ სადმე ტრასაზე ძვებში გადატეხილი ყოველი ვეღარა მიიყვათ, ვერსად ვერ მიიყვათ, ანუ დასშესაფარში რომ მიიყვანოთ და ვეტერინართან რომ მიიყვანოთ, მაგისთვისაც რეგისტრაცია გჭირდება და ეხლა ამ სიზომდენ და წლის რო აგონიაში ვყოფ ძაღლს, რეგისტრაცია სანამ გავუკეთებ, მერე სანამ რეგისტრაცია ჯერ სტერილიზაცია უნდა გავუკეთო, ჯერ ის ანუ ფაქტიურად გვართმევთ იმის უფლებას, რომ ჩვენ ნამოსთან, თქვენ ნამოსი არ აგავდა ვერ დაგვიგებთ ვერასოდეს, ჩვენ ნამოსთან მართლები ხოლმე ვიყოთ, ხო? ამის საშუალებასაც აღარ გვაძლევთ, რომ სარკეში ჩახედის, არ გწყვინებდეს იმ ხალხს აქ ვინც დგავართ, ვინც საკუთარ ცხოვრებას თუ ჯიბეს თუ ოჯახს ვაკლებთ და ვაკეთებთ იმიტომ რომ გეთქმებოდეს საკუთარ თავთან სიტყვა, იმიტომ თქვენ ვერასოდეს ვერ გაიგეთ, ამით დაგების უნარი რომ ქონოდათ ამ დღეში უბრალოდ ამას ხელს არ მოაწერდით და ამ დღეში არ ჩაგხვიდით რა. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა და მინდა ბოლოს ხალხს მოვუწოდო, ყავს ცხოველი არ ყავს ცხოველი. ამას დღეს დაყვეთენ, გათქმევინებენ, არაყვეთ ეს არის პროპაგანდა რომ არ გვინდა ქუჩაში ძაღლები და რაღაცა, არ ჩვენ გვინდა ყველა ძაღლი გვინდა იყოს მოვლილი და ბედნიერი. თქვენზე მეტად ჩვენ არ გვინდა რომ რომელიმე ძაღლი მარტო იწინებდეს, ეშინოდეს ვინმე ბოროტი ადამიანის ზოგი წიხს რო უთხოვს და ზოგი უარეს რო აკეთეს, იყოს ხებზე გატანილი და ასე შემდეგ. ნამდვილად არ გვინდა, თქვენზე მეტად ჩვენ არ გვინდა, მაგრამ მოაყვებით ამ პროპაგანდას, მომისცემთ საშუალებას რომ დაგყვეს საზოგადოება, უიმე ძაღლი მეშინია და გასციეთი და მეორე ანუ მომისცემთ და თქვენც მოგიწ დაგვიდექით პირიქით გვერდზე, იმიტომ ხვალე თქვენ დაგჭირდება ჩვენი დაცვა და ჩვენ ისეთი ხალხი ვართ, აუცილებლად დაგიდგებით. მადლობა.